იუჯისა და თესეუს შეხვედრაში იუჯი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ თესეუმ შესანიშნავად ჩაატარა ასევე შეხვედრა და მაქსიმალურად გამოიყენა იუჯისა და თესეუს შეხვედრაში იუჯი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ თესეუმ შესანიშნავად ჩაატარა ასევე შეხვედრა და მაქსიმალურად გამოიყენა ბათუმელთა მხრიდან ფუტზალის ლიგა სპარტაკ ლომიძეს 16 გოლი და ასევე 4 საგოლე. აქ უკვე ხელსის მოთამაშეებს მეცა ჩანსი. ჯარიმა. დაიკარგა აქაც ბურთი, პასია საჭირო გაკეთდა და მერე დარტყმა აღარ გამოვიდა ზუსტი, არა და არ გამოვიდა ზუსტი ეს პასი. ლომიძე კარგი გაყოლება და ახაც ჯარიმა. ორია. და გადარჩა. კარგი გადაცემა ეს სრულმოძრაობად მშვენიერია საბოლოოდ. გამოიტანეს ხელსის მოთამაშეებმა აბრამიშვილი თავადვე. კარგი გადაცემა და არა მხოლოდ ეს ნებისმიერი მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა დასრულდა ფრედ. აქ ბრწყინვალე დარტყმა ტაბახმელაშვილის შესრულებით და ახლა ბათუმელთა პასუხი როგორი იქნება ეს არის საინტერესო. ჩაერთვება საქმეში. ფიფია ტაბახმელაშვილი. ფიფია და გადარჩა ახლა. შამილაძე. ჯარიმა. იგებს FLC საბა კედელიძემ გახსნა ანგარიში ბათუმელთა მხრიდან და აქ უკვე ზურაბ შამილ ფიფია ტაბახმელაშვილი. გადარჩა აქამდე ტაბახმელაშვილი. კარგი კომბინაცია, ვეღარ მოესწრო, რომც გასულიყო აქ გოლი უკვე ამოთ გოლი აღარ გასულა, არც იყო მაინც და მაინც ბევრი საგოლე ეპიზოდი, აქ გარედან ხდება ბურთი კარის ბაზელებს მეოთხედფინალში ასპარეზობას შორეული ძალიან საფრთხე დარტყმა, ბურთი ცდება მეტნაკლებად თანაბარ თამაშში გამარჯვების მოპოვებას. კითხვის ნახევარი გოლებისა 24 გოლიდან 10. შესაბამისად არ იქნება მარტივი როტაცია და ენერგიების გადანაწილება FLC 03-ისათვის. აქ კარგად თამაშობს მენიანაშვილი, გაკეთდა პასი და არტყმა და აქ ბათუმელთა ძალიან საფრთხე შეტევა. ლომიძე გიგოიძე თამაშობს კარგად და აუტ. კარგი სრულმოძრაობა, დარტყმა და გადარჩა. ჩაიჭრა ეს გადაცემა ტაბახმელაშვილი, ფიფიას მართლობით კეთდება პასი და ჯარიმის შესასრულებლად. დარტყმა ზუსტია, მაგრამ ზურო. აი აქ შეიძლება შეუტიოს ბათუმელმა გუნდმა საფრთხოდ. შანსი ბათუმელებს, ეს პასი აღარ გამილაძე ბურთით მივახლოვდა საჯარიმოს დარტყა და ყინაღამ მესამე გოლი გაიტანა. 40 წამი და აქ გადის გოლი.